გამოიკვეთა, რომ ერთსა და იმავე სფეროში სისტემატურად იმარჯვებენ ერთი და იგივე კონტრაქტორები. ფაქტობრივად ტენდერები არის უკონკურენტო პირობებში, ხშირი არის რომ პირდაპირ შესყიდვის წესებით ხდება მიწოდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესი იყო მაინც პირველ ეტაპზე ისეთი ინფორმაცია მოგვეგროვებინა, რომელიც აჩვენებდა უკონკურენტო პირობებში გამარჯვებული კომპანიების შესახებ ტენდენციას და დავინახეთ, რომ მასშტაბური კომპანიები არის კონკრეტული კომპანიების ხელში და ხშირი არის თითქოს გაცდა ჩნდება, რომ გაყოფილი აქვთ სფეროები და მიმართულებები კონკრეტული კომპანიებს, რომლებიც თავისი მიმართულებების რაღაცა ესეთი მონოპოლისტები და დომინანტები არიან. როდესაც საუბარია ესეთ მსხვილ თანხებზე, თავის მხრივ არსებობს განცდა, რომ ვიღაცა კონკრეტული გავლენიანი ჯგუფები, თანამდებობის პირები, შესაძლებელია იყვნენ ესენი მერები, ან საკრებულოს წევრები, ან თავმჯდომარეები და ასე შემდეგ, სათავისოდ იყენებდნენ სახელმწიფო ადმინისტრაციულ რესურსებს, მათ განკარგვას, მათ მართვას, შეიძლება არსებობდეს უფრო ღრმა კორუფციული ნიშნებიც, იმიტომ რომ როდესაც არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია, არსებობს იმისი დიდი ალბათობა, რომ თანხები, რომლებიც გამოიყოფა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წარიმართოს ვიღაცა კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობისთვის და არა სახელმწიფო ინტერესების განსახორციელებლად. რეალურად სახელმწიფოში არ მუშაობს არც ერთი სტრუქტურა, სახელმწიფო იმართება ცენტრალიზებულად, იმართება პარტიული დირექტივების მიხედვით, თუ პარტიის ინტერესი არსებობს, რომ მოიყვანონ კონკრეტულ თანამდებობაზე ადამიანი, იქნება ეს მერი, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, თუ გუბერნატორი, შემდგომში პარტია მათ აძლევს ასევე იმ უფლებამოსილებას, რომ მსგავსი არაფორმალური გარიგებებითა და მოლაპარაკებებით, კორუფციული მეთოდებით მოაგროვონ თანხები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არაკონკურენტულ გარემოში პირდაპირ შესყიდვის წესით დადებული კონტრაქტების შემთხვევაში, გადაცემული ქონებების შემთხვევაში ამ პროცესების მიღმა იკვეთებიან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არიან ქართული ოცნების, პარტია ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები და ეს არის რაღაცა თავისებური, რაღაცა ჩაკეტილი წრე, რომლის შიგნითაც მოხვედრილი პიროვნებები კარგად დაანალიზებენ, რომ რატო უნდა მოხდეს, რომ მათ მისცემენ ტენდერს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემდგომში ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში შეიტანენ თანხებს, სხვა ტიპის დახმარებას გაუწევენ, ადამიანური რესურსებით დაეხმარებიან, სხვა ფორმებით დაეხმარებიან და ეს არის რაღაცა ხელისუფლების პრობლემა. სისტემურად ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მუნიციპალიტეტებში არსებობენ აუდიტის სამსახურები, ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს კონკრეტული საგამოძიებო სტრუქტურები, საფინანსო პოლიციები. ანუ ჩვენ გვაქვს რაღაცა სტრუქტურები, რომელიც დემოკრატიისა და გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ინტერესის განმახორციელებელი და ახმასრულებელი ჯგუფები უნდა იყვნენ, მაგრამ ესენი არის პირობითი, იმიტომ რომ რეალურად ქვეყანა იმართება ერთი ხელით, რეალურად ქვეყანა იმართება არაფორმალურად და სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მსგავსი მიმართულებით, რომ დაიცვან კანონი და დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, ეს სტრუქტურები უბრალოდ არ მუშაობენ და არიან ფურცელზე, არიან ფორმალურად. ამიტომ ეს პრობლემა დგას